მეგობარი აქტი შეერთებული შტატების ახალდარჩეული კონგრესის პირველივე სხდომაზე აქტუალური ხდება. ამ წუთებში ვაშინგტონში კონგრესმენ ჯო ვილსონის პრესკონფერენცია დასრულდა. ცნობილი ხდება, რომ კონგრესის დღის წესრიგში სავარაუდოდ შეიტანენ საქართველოსთან დაკავშირებული აქტის განხილვის თარიღის დაწესებას. დოკუმენტი, რომელსაც კონგრესში წარდგენილი ორივე პარტია უჭერს მხარს, ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ერთი ქართველი ხალხის მხარდაჭერაზე ორიენტირებული, მეორე კი ბიძინა ივანიშვილის და მისი გარემოცვის სანქცირებას ეხება. კონგრესში მიიჩნევენ, რომ სანქციების პროცესი უნდა გაგრძელდეს და ოლიგარქის ოჯახის წევრებზეც უნდა გავრცელდეს. ქართული ოცნება ქართულ კოშმარად იქცა, ამბობენ ამერიკელი პოლიტიკოსები და ამ ქართული კოშმარის არაღიარების აქტის წარდგენაზეც ლაპარაკობენ. ჟურნალისტი ნინო სამყურაშვილი განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს ახლა კონგრესის სხდომა, სადაც უნდა შედგეს სენატორების ფიცის დადების ცერემონიალი და შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი იქნება უკვე იმისი მთავარი გზამკვლევი და მთავარი გარანტი უკვე რომ დაიწყებს როგორც სენატი, ასევე წარმომადგენელთა პალატა მუშაობას და როგორც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეებს, რომელსაც ახლა თქვენ კადრში ხედავდით, როგორც ჯო ვილსონი, ასევე კონელი, მაიკ კოენი უკვე შეიტანენ საქართველოსთან დაკავშირებით ორ დოკუმენტს, როგორც დღეს მათი პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, მათ ყავდათ მიწვეული 4 ჟურნალისტი და უფრო მეტ დეტალს, რა თქმა უნდა, საზოგადოება ხვალ გაიგებს, მაგრამ როდესაც ისინი საუბრობდნენ ჟურნალისტებთან, ორი მთავარი ამბავი არის ის, რომ მეგობარი აქტი კონგრესში განსახილველად ძალიან აქტიურად ისევ დაბრუნდება და მასზე წარმომადგენელთა პალატა იმსჯელებს და მეორე ეს იქნება ქართული ოცნების არაღიარების აქტი, რომელსაც დაარეგისტრირებენ კონგრესმენები, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეები და სწორედ ისინი გაუწევენ ლობირებას აი ამ ორ დოკუმენტს იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული. ქართული ოცნება არის ქართულ კოშმარად გადაქცეული, ამიტომ კონკრეტული პასუხი ამ მიმართულებით უნდა იყოს, აცხადებდნენ დღეს კონგრესმენები, იქამდე ვიდრე დაიწყებოდა დღევანდელი ფიცის დადების ცერემონიალი და მათ საგანგებოდ დაიბარეს ჟურნალისტები სწორედ საქართველოს საკითხზე სასაუბროს და კიდევ ერთი დეტალი კონგრესმენების მხრიდან, ეს უკვე სხვა კონგრესმენები არიან, გერი კონოლის და მაიკ ტერნერის მხრიდან გავრცელდა საგანგებო განცხადება საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მნიშვნელოვანი არის ის სანქციები, რომელიც ბიძინა ივანიშვილს დაუწეს და თუმცა ვინაიდან საქართველოს ქართულმა ოცნებამ და ბიძინა ივანიშვილმა დაუახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელს და ასეთ ქვეყნად აქცია, ამ ვითარებაში აუცილებელი არის, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა თავისი მოქმედებები, თავისი ქმედებები კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გააგრძელონ და ეს სანქცირება გაგრძელდეს. ჩვენ ახლა შემოგთავაზებთ პატარა ფრაგმენტს იმ პრესკონფერენციიდან, რომელიც დასრულდა რამდენიმე წუთის წინ, ჯო ვილსონის და მაიკ კოენის ერთობლივი პრესკონფერენცია იყო. ჯო ვილსონის განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით და უფრო უკვე კონკრეტული დეტალები თუ რა თქვეს მათ უკვე ხვალინდელ გამოშვებებში შეიტყოთ. Today I feel like we're ahead of the curve and that with the Megabari Act ჩვენ საქმეს წინ ვიგდებთ და მეგობარი აქტით ქართული კოშმარის არაღიარების აქტით ვადასტურებთ კიდევ ერთხელ საქართველოს ორპარტიულ მხარდაჭერას. ამერიკელი ხალხი ქართველი ხალხის გვერდით დგას. members of the Senate even in House. ჩვენ მივესალმებით ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ. რისი მიზეზით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის ზიანის მიყენება გახდა. ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა ოცნებამ საქართველოს დაუახლოვა ერთპარტიული ავტორიტარიზმის რუსულ მოდელს, როდესაც მიიღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ. ძალადობა გამოიყენა საპროტესტო აქციების მონაწილეების წინააღმდეგ და შეაჩერა მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს პასუხისმგებლობის დაკისრება მათთვის, ვინც ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს ახშობს, მათ შორის დამატებითი სანქციებით. და ის რომ მეგობარი აქტი დაბრუნდებოდა კონგრესში და მასზე დაიწყებდა მსჯელობას ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯერ კიდევ ჯო ვილსონმა ჯერ კიდევ დაანონსა რამდენიმე დღის წინ და თქვა რომ მნიშვნელოვანი არის რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერა ამ მიმართულებით აუცილებლად იყოს გამოხატული, რადგანაც ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ახლა სახაზინო დეპარტამენტის მხრიდან დასანქცირებულია რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და როგორც მიიჩნევა
მიიჩნევენ კონგრესმენები და საქართველოს მეგობრები უნდა დასანქცირდნენ ასევე ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები, მათ შორის ოჯახის წევრები, იმისათვის რომ ყველა კითხვას, რომელიც არსებობს მათ მიმართ, პასუხი გაეცეს და პირველ რიგში ქართულმა ხალხმა იგრძნოს თავისი მხარდაჭერა. ესეთი არის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია და რა თქმა უნდა ეს არის ის პოზიცია, რომელიც აქვს ორივე ადმინისტრაციას, ბაიდენის ჯერ კიდევ არსებულ ადმინისტრაციას და რამდენიმე დღეში უკვე იქნება დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და სწორედ მათი მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილებები და პოლიტიკოსები საქართველოში დარწმუნებულები არიან ოპოზიციონერები იმაში, რომ როდესაც დაასანქცირეს ბიძინა ივანიშვილი, ეს რა თქმა უნდა არ ყოფილა ერთპარტიული გადაწყვეტილება, ეს ყველაფერი შეთანხმებული იყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან და საქართველოს ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს და ეს ყველაფერი და ქართველი ხალხის ასეთი ორპარტიული მხარდაჭერა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, აცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები. ივანიშვილის სანქცირება მისი ოჯახის წევრებთან ერთად ყველა იმ პირის სანქცირება და დასჯა და გამოკვლევა და გამოძიება, რომლებიც ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს წინ ეღობებიან და საბოლოო ჯამში უსაფრთხოების ახალი პაკეტი და გამარტივებული ვაჭრობა ეს ყველაფერი არის ის, რაც შეგვიძლია მოვიპოვოთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ აქ შევცვლით რეჟიმს და დარწმუნებული ვარ, რომ შევცვლით. არავინ აპატიებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ პრემიერს იმ ინაუგურაციაზე დასწრებას, სადაც არის ტრამპისთვის წითელი ხაზის და ტრამპისთვის მიუღებელი ჰამასი, ჰეზბოლა და სადაც იმ დარბაზში სადაც ყვირიან სიკვდილი ამერიკას. უბრალოდ არავინ არ აპატიებს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მიუხედავად იმისა, რომ სხვა გუნდია, სხვა ადმინისტრაცია, ეს ადამიანები არიან დემოკრატიის და საკუთარი სამშობლოს პატრიოტები. მეგობარი აქტი არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდამჭერის ქართული ხალხის მიმართ და ჩვენ ვიცით, რომ მეგობარი აქტი მოიცავს ერთის მხრივ სანქციებს ბიძინა ივანიშვილზე და სანქციები უკვე დაადეს ივანიშვილს სწორედ რუსეთთან თანამშრომლობის გამო, მაგრამ ეს სანქციები რა თქმა უნდა გაიზრდება, გაფართოვდება და კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი გახდება, მათ შორის რა თქმა უნდა ოჯახის წევრებზე, ახლო გარემოცვაზე და მეორეს მხრივ მოიცავს ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორობის შეთავაზებას. მიუხედავად იმისა, მოწონს თუ არა ქართული ოცნების რეჟიმს ეს ადამიანები, ისინი არიან საქართველოს მეგობრები და მზად არიან თავისი ძალისხმევა საქართველოს განვითარებას შეუწყონ ხელი და ქართული ოცნება ცდილობს რომ ყველა ოპონენტს რაღაცა ვთქვათ ლაბელი დააკწეპოს, რაღაც ნიშანი დააწეპოს და ამით აირიდოს, თუმცა რეალურად ვერსად ვერ გაიქცევა. ეს აქტი არის, აქტზე უფრო ადრე არის უკვე ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები, დასანქცირებულია პრაქტიკულად მთელი მთავრობა, დასანქცირებულია ივანიშვილი და ეს საკითხი როგორც ჩანს გაგრძელდება და ამით არ შემოიფარგლება, ასე რომ მათი სპეკულაციები თითქოს 20 იანვრიდან რამე შეიცვლება, არაფერი ეს ვთქვათ ეს არის მითი, რომელსაც ცდილობენ რომ თავიანთი მხარდამჭერები დააჯერონ. პოლიტოლოგებიც დარწმუნებულები არიან, რომ დამატებითი სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ იქნება, რადგანაც თუ ბიძინა ივანიშვილი არ შეიცვლის თავის ქცევას, თუ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს და ამასთან ერთად ახალ არჩევნებს არ დანიშნავს, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იქნება სიგნალი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, რომ უკვე მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები, გადადგან კონკრეტული დამატებითი ნაბიჯები სანქციებთან დაკავშირებით და მათ შორის დაასანქცირონ ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები და ოჯახის წევრები. დღეს ჩვენ ჩავწერეთ ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელიც პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ მას ჰქონდა მაგალითად კომუნიკაცია იმ პირებთან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილისთან დაახლოებულები არიან და ისინიც ცდილობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს არ დაეკონტაქტონ, რადგანაც შესაძლოა მათ მიმართაც რაიმე სანქციები გავრცელდეს და ამიტომ ყველა მოერიდება ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობას და ეს პირველ რიგში ძალიან კარგად იცის თვითონ ოლიგარქმა, ამბობენ დღეს პოლიტოლოგები და ისინი საუბრობენ იმაზე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ქართული ხალხის მიმართ, რადგანაც ქართული ხალხი უკვე ქუჩაშია 37 დღეა და ამ ვითარებაში, როდესაც სტრატეგიული პარტნიორები დგანან მათ გვერდით, ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ამერიკული კონგრესის მხარდაჭერა ქართული ხალხის მიმართ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჯო უილსონი გახლავთ არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდის წევრი, ის ამასთანავე გახლავთ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და ის აქტი, რომელიც მეგობარი აქტი, რომელიც არის წარმოდგენილი საქართველოს ინტერესების მხარდასაჭერად და რომელშიც არის უამრავი ისეთი
ნაბიჯები გატარებული ქვეყნის თავდაცვის უნარიანობიდან დაწყებული იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ უვიზო მიმოსვლა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაიხსნას მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე და ასე შემდეგ, უამრავი სიკეთეები იგულისხმება ამ აქტის მიხედვით. Ფიქრობ, რომ ეს ძალიან რეალისტურია. ბიძინა ეხლა დგას ძალიან მძიმე დილემის წინაშე, ხო? მას აქვს შიშები ყველა მიმართულებით. მას ეშინია რა თქმა უნდა დასავლეთის სანქციების კაფედრების დაკარგვის, მაგრამ ამასთანავე მას ეშინია პუტინის უფრო მეტად. აი, ხედავ ასადის თავს გასაშინელებები ხდება, ხო? ასე რომ არის ორი შიში, ერთი არის ფიზიკური განადგურების შიში, ხო? რაც ალბათ უნდა ვივარაუდოთ, უფრო სერიოზულია შესაბამისად. მე სკეპტიკურად ვუყურებ, რომ მას აქვს ფუფუნება რამე შეცვალოს და შესაბამისად უნდა ველოდოთ ახლო პერიოდში მეგობარი აქტის მიღებას და რაც თავარია შემდგომში მის ტექნიკურად ამუშავება. ბიძინას ვეტყოდი, რომ ნუ ეშინია პუტინის, ხო? ჩვენ რაღაცნაირად მოვავლით, ის არის საქართველოს მოქალაქე და ფიზიკურად დავიცავთ ნამდვილად ჩვენ ამის რესურსი გაგვაჩნია, ხო? ჩაი არ დალიოს უბრალოდ უჩვენდი ერთმანეთს. რამდენიმე ადამიანთან მქონდა კონტაქტი, ვისთანაც მას აქვს საქმიანი ურთიერთობები და ბიძინას ტელეფონს აღარ იგებდა. ვითხრეს, რომ რამე შარში არ გავახოთო ჩვენცო რა, ტელეფონზე რომ დაველაპარაკოთო, ჩვენცო შეიძლება სანქცირებულიაო და ჩვენზეც მე რა პრობლემები არ შეიქმნასო და ბიძინას სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობენ. რა შავდღეში აქვს წარმოგიდგენია. მას შემდეგ, რაც 119 მოწვევის კონგრესი დაიწყებს მუშაობას, წარმომადგენელთა პალატაში ერთ-ერთი პირველი დოკუმენტი, რომელზეც იმსჯელებენ, ეს იქნება მეგობარი აქტი და მეგობარი აქტი ბრუნდება წარმომადგენელთა პალატაში ამ მოწვევის კონგრესში და ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ საუბრობდნენ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეები ჯო ვილსონი და მაიკ კოენი და ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს არის ორპარტიული კომისია და ამ ვითარებაში ეს ორპარტიული მხარდაჭერა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქართული ხალხისთვის და გადამწყვეტი საქართველოსთვის. მეგობარი აქტი შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად მაინც ორ ნაწილად იყოფა. პირველი ნაწილი მოიცავს სანქციებს თუ გამოკვლევას იმისა, თუ როგორ მოქმედებს ოლიგარქიული რეჟიმი, ვინ არის უშუალოდ პასუხისმგებელი ქვეყნის დემოკრატიულ უკუსმასვლაზე და საგარეო პოლიტიკის შეცვლაზე და მეორე მხრივ ეს არის ქართული ხალხის მიმართ მხარდაჭერა მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიც არის თავისუფალი ვაჭრობა თუ უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მეგობარ აქტთან ერთად დღეს ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ წარმომადგენელთა პალატაში იქნება დარეგისტრირებული ქართული ოცნების არაღიარების აქტი და ამ ყველაფერთან დაკავშირებით ისაუბრეს ასევე ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეებმა. მოკლედ უახლოეს პერიოდში ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული და როგორც მიანიშნებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის მიმართ იქნება დამატებითი სანქციები. დამატებითი სანქციები უკვე გულისხმობს იმას, რომ დასანქცირდება მისი უახლოესი გარემოცვა და ოჯახის წევრები.